ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია გვაწვის ჩვენ ჯანმრთელობის განმარტებაზე თვითონ განმარტებაშივია გასაღები რომ ეს არის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა რა თქმა უნდა აი ამ სამ მნიშვნელოვან ფაქტორს ჩვენ თუ დავუფიქრდებით და გადავხედავთ ჩვენ სირგლივ თუნდაც ჩვენ ჯანმრთელობასაც გადავხედავთ ძალიან ცოტა ადამიანს ვიპოვით აბსოლუტურად ჯანმრთელს. ზოგადად სტიგმა რა თქმა უნდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ალბათ ყველაზე მაღალია ზოგადად ჯანმრთელობის ხო მაგრამ არარაკლებია ჯანმრთელობის სხვა პრობლემასთან იგივე კარდიოლოგიური პრობლემის აღიარება ძალიან უჭირთ ადამიანებს უბრალოდ იმის გამო რომ გრძნობენ მაღალ საშიშროებას სიცოცხლისთვის საშიშროებას რომ მაგალითად არ დაემართოთ ინფარქტი, ინსულტი, მაგალითად წნევის გამო ამის გამო ხდებიან ადამიანები ბჭყალებში იძულებული რომ მივიდნენ კარდიოლოგთან და არა იმის გამო რომ მათ თუნდაც კარდიოლოგის მიმართ არ აქვს სტიგმა შიში ესეც არის უბრალოდ მათ უფრო მეტი შიში აიძულებთ რომ სტიგმის შიში გადალახონ რომ მოუხსნათ ის სტიგმა რაც არსებობს ზოგადად არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ყველა ქვეყანაში რომ ფსიქიატრიული პრობლემა არ ითვლებოდეს პაციენტის სტიგმად